მოგესალმებით ყველას. და გთავაზობთ ინფორმატორის მეოთხე ყველაზე ვრცელ გამოშვებას, რა თქმა უნდა, ლაილაისთან ერთად. თავდაპირველად ჯერ დღის განმავლობაში მომხდარ ქართულ სიახლეებს გავიზრდე. შემდეგ კი უცხოეთში გადავინაცვლე. გიგა კვენეტაძისა და ოტიკო ანდრიაძის კლიპი სიმღერაზე მე ვარ სიყვარულით სავსე სულ მალე მზად იქნება. როგორც გახსოვთ, ის მაესტროს რეჟისორმა კახა ოთარაშვილმა გადაიღო და ვიდეო კლიპში მომღერლების გარდა პანტომიმის თეატრის მსახიობებიც მონაწილეობენ. დღეს საღამოს ალბათ უკვე დამთავრდება მონტაჟი. ხვალ დილით. არის იდეა, რომელიც შეეხება ნოტების სამყაროს, თქვათ, კლავიშებს, პიანოს ჩაქუჩებს, კლავიატურას და ასე შემდეგ. ეხლა ეს იდეაში ისეთი დამაფიქრებელი კლიპი არ არის, მაგრამ ვიზუალურად ლამაზია. კლიპში ასევე მონაწილეობს პანტომიმის თეატრის მსახიობთა ერთი ჯგუფი, რომლებსაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო, იმიტომ რომ მათი ცეკვის შედეგად არის განპირობებული ამ კლიპის ძირითადი ლამაზი კადრები და ასე შემდეგ. სულ მალე ეკრანებზე გამოჩნდება ლექსენის ახალი ვიდეო კლიპი, რომელიც მთლიანად ანიმაციურია. ამ კლიპის იდეის ავტორიცა და რეჟისორიც გახლავთ ლექსენის პროდიუსერი მამუკა ღლონდი. სიმღერა სახელწოდებით დილანდი შესულია ალბომში ლექს არყი. ეს კლიპი ჩემთვისაც არის აბსოლუტურად სიურპრიზი, იმიტომ რომ გააკეთა მამუკა ღლონდმა და ყველაფერი მას ეკუთვნის, ეს რეჟისორი თავად არის და ესე მოულოდნელად შემიყვანა სამონტაჟოში და შევხედე და ახლა ჩემს სიმღერაზე კლიპი. შევხედე და მე მომეწონა ის ძალიან ისე რო ვთქვათ. და აზრი იდევს და იდეური კლიპი არ არის უბრალოდ ანიმაცია და უბრალოდ მულტფილმი. იმდენად სასიამოვნო აზრი იდევს რომ მომეწონა და ხელი ჩამოვართი მამუკას მეთქი. ძალიან კარგია. ფინალია ძალიან ეკა კვალიაშვილი ახალი ალბომის გამოსაშვებად ემზადება და გიგა კუხიანიძის სტუდიაში კიდევ ერთ ახალ სიმღერას წერს. მე შეგახსენებთ, რომ ეკას რეპერტუარში უკვე აქვს გიგას სიმღერები. აი ეს ფრაზა გავაკეთოთ. ბევრი სიმღერაა უკვე ჩაწერილი, მაგრამ აი თავიც ეხლა რასაც ვაკეთებთ და რაზეც ვმუშაობთ, ახლა ჩემთვის მაგალითად რაღაც ჩემი სულიერებისთვის ძალიან ახლოს არის. ეს ახალი სიმღერა, ამას არ ყავს აი ესეთი
კომპოზიტორი, ეს ჩემი და გიგას შექმნილი სიმღერაა და მქონდა ერთი ჩუხუბი სიმღერის შექმნის, არა აქ ეს აკორდი, აქ არა, აქ ეს მოდი ეს მოძრაობა გავად, არა ეს მოძრაობა და რაღაცა ესე შეიქმნა, 10 წუთი არ დაჭირვებია. ამ 2-3 წლის მანძილზე ბევრი სიმღერა გაგვიკეთებია და არანაირად არ არის ეს გალიჭირვეული. მინდა გითხრათ და საკმაოდ პროფესიონალ ადამიანთან მიწევს მუშაობა და ვარ დაძაბული რომ რაღაცებში არ ჩავიჭრა მე თვითონ, იმიტომ რომ პროფესიონალ მუშაობა ძალიან რთულია. მე მიხარია რომ ეს ალბომი და ეს კონცერტი საბოლოო ჯამში მე წინა შეხვედრის დროსაც მოგახსენეთ რომ კონცერტი დაბოლოვდება ეს ყველაფერი და მიხარია რომ ყველა თაობის წარმომადგენლისთვის იქნება ეს ყველა თაობის მსმენელისთვის აქ ჟანრობრივად განსხვავებული სიმღერები იქნება ერთმანეთისგან და საინტერესოა ჩემთვისაც მუშაობა ესეთი სახით ლევან აბულაძემ, რომელიც აქამდე ოპერატორული საქმიანობით იყო ცნობილი, გადაწყვიტა რეჟისორობაც ეცადა და მან ნეკასების კვერაძეს გადაუღო კლიპი სიმღერაზე ზღაპარი. ჩემი უმცროსი მეგობარი სოფო ტოროშელიძე, რომელიც ძალიან მიყვარს და აღმოჩნდა რომ ჩემდა გასახარა წერს არაჩვეულებრივ სიმღერებს, შემომთავაზა ეს სიმღერა, ტექსტი დავწერე მე თვითონ, გადავწყვიტე რომ ყოფილიყო რაღაც ბავშვობაზე, ლამაზ მოგონებებზე, ზღაპარზე, ისეთ თემატიკაზე, რომელიც ნებისმიერ ასაკში ყველა ადამიანს ალბათ სიამოვნებს. რო დაიწერა ეს სიმღერა და უკვე რომ უნდა მომეფიქრებინა ვისთვის მიმეცა, პირველი რაც მომივიდა თავში იყო ნეკა. იმიტომ რომ ძალიან მიყვარს და ვიცი რომ ვიცოდი რომ ყველაზე კარგად ამას ნეკაში ასრულებ და ანუ შემდეგ უკვე იმდენად მომეწონა მთლიანობაში რომ გადავწყვიტე რომ უნდა გადამიღო ამ სიმღერაზე კლიპი და უკავშირდი ჩემს მეგობარს ლევან აბულაძეს რომლისთვისაც ეს კლიპი იქნება პირველი რეჟისორული ნამუშევარი, თუმცა არაერთი კლიპი აქვს ლევანს ალბათ ყველა მიცის გადაღებული, როგორც ოპერატორს და უკვე დამამთავრეთ გადაღებები მიმდინარეობდა კინორუსთაველში, თითქმის ყველა სცენა არის იქ გადაღებული, აი დღე-დღეზე მთავრდება მონტაჟი და ალბათ სულ მალე იხილავს მაყურებელი ამ კლიპს. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.